6 წლის წინ მე დავდევი ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე. ამიტომ ვარ მე დღეს აქა და ეს ერთგულება არაფრით არ შეიცვლება. მე ვიქნები სასახლეში, თუ ვიქნები სასახლის გარეთ. მე აქედან გამოვალ, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები. ამას მოყვა და კრიზისი ამითი არის. ლეგიტიმურობა მოდის მხოლოდ ერთი წყაროდან და ეს წყარო ხართ თქვენ. იქ სადაც ხალხის ნდობა არ არის, იქ ლეგიტიმურობაც ვერ იქნება. და იმიტომ რომ იქ არის პაროდია, ამიტომ არის ეს განსხვავებული ორი სურათი. იქ არიან ჩაკეტილნი, შეშინებულნი, გაყიდულნი, არა ლეგიტიმური, არ აღიარებული არავისგან, სანქცირებულნი და დაბოღმილები. ხალხში გაგვატა, აიცი. ხალხში გაატა. აიცი, რომ ხალხში ჩვენ უკვე მომივეცით შესაძლებლობა რომ მოქალაქეების შეხვედრა და საინტერესო საიტი აიღებს. საქართველოს არჩეული პრეზიდენტი ბატონი მიხეილ ყაველაშვილი. მე საქართველოს პრეზიდენტი ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის. გილოცავთ ბატონ პრეზიდენტო. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ალბატონებო და ბატონებო. ერთი უნდა ჩაუგრიო.
მე საქართველოს პრეზიდენტი ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის. გილოცავთ ბატონო პრეზიდენტო.